ნოღას ციხე მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში, მაღალი ბურცვის წვერზე. იგი გადმოჰყურებს ჭალასა და ხეობებს. მის გარშემო ფერდობები ქმნის ბუნებრივ თავდაცვას, რაც მტრისთვის მიუწვდომელს ხდიდა ციხეს. სწორედ ამიტომ იყო ეს ადგილი შერჩეული. აქედან მარტივად შეიძლებოდა მიმდებარე ტერიტორიების, გზების და მდინარე ტეხურას ხეობის გაკონტროლება. ციხე სავარაუდოდ აშენდა მე-16 საუკუნეში. ის ფუნქციონირებდა როგორც საგუშაგო, როგორც თავშესაფარი და როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი ამ რეგიონში. არქიტექტურულად ნოღას ციხე წარმოადგენს ტიპიურ გვიან ფეოდალურ სიმაგრეს. გალავანი ორმაგია, აგებული უხეშად დამუშავებული, მჭიდრო დაწყობილი ქვით. შემორჩენილია რამდენიმე საბრძოლო კოშკის ფრაგმენტი, მრგვალი და კვადრატული ფორმის. კედლებში ჩაშენებული სათოფურები მიუთითებს, რომ ციხე ადაპტირებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქისთვის. გეოგრაფიული მდებარეობა ცხადად ასახავს ციხის ძირითად ფუნქციას. იგი იდგა სამეგრელოს აღმოსავლეთ საზღვართან, რაც აძლევდა საშუალებას დროულად შეემჩნიათ მომავალი მტერი, როგორც იმერეთიდან, ასევე ოსმალების გავლენის ზონიდან. ნოღა იმ დროის პოლიტიკური რუკის თვალსაჩინო წერტილი იყო. ციხე, რომელიც ეკუთვნოდა მმართველ ოჯახს და რომლის დაცემას გავლენას იქონიებდა მთელი რეგიონის ბედზე. ნოღას ციხეში საუკუნეების განმავლობაში მეციხოვნეები, თავადები და გლეხები ცხოვრობდნენ. ის დაახლოებით მე-16 საუკუნის ბოლოს ან მე-17 საუკუნის დასაწყისში აიგო. თავდაპირველად ეს ციხესიმაგრე ჯაიანებს ეკუთვნოდა. ჯაიანები თავადები იყვნენ, რომლებიც სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახი იყო. თუმცა, დროთა ვითარებამ ეს ციხესიმაგრე დადიანების ხელში გადაიყვანა. დადიანებიც, რა თქმა უნდა, სამეგრელოს მმართველები იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ სამეგრელოს დამოუკიდებლობას და აქ თავიანთი ძალაუფლების დამყარებას. მათი ძალაუფლება სწორედ ასეთ ციხესიმაგრეებზე იდგა. ეს იყო მტკიცედ შემორტყმული გალავანი, რომელიც მთელ კოლხეთის დაბლობს და სამეგრელოს გადახურებდა ზემოდან. ნოღას ციხე მხოლოდ სტრატეგიული ადგილი არ იყო. ეს იყო ეპოქის ასახვა, როდესაც დასავლეთ საქართველო ჯერ კიდევ ებრძოდა ოსმალებს. ვინ იცის, შეიძლება ამ ციხიდან ებრძოდნენ ოსმალებს, ან ამ ციხიდან ყიდნენ კიდეც ოსმალები ქართულ ტყვეებს, სტამბოლში, ტრაპიზონში ან ოსმალეთის სხვადასხვა დიდ ქალაქებში. მე-17 საუკუნეში სამეგრელო ოფიციალურად კვლავ დამოუკიდებელი სამთავრო იყო, მაგრამ რეალურად მოქცეული გარეზეწოლასა და შიდა გაუძღოების ბადეში. ოსმალეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენა აქ ღრმად იყო ფეხს გადმული. ისინი იშვიათად შემოდიოდნენ აქ სამხედრო ძალით, თუმცა მათი რეალური ბატონობა თითქმის ყველა დონეზე იგრძნობოდა. საგადასახადო ვალდებულებებში, სავაჭრო გზებზე და რაც ყველაზე მძიმეა, ადამიანურ ბედის წერაში. ამ პერიოდში სამეგრელო იქცა ტყვეთა სყიდვის ერთ-ერთ მთავარ რეგიონად მთელ ამიერკავკასიაში. ეს იყო დატანჯული, შიდა ომებით დანგრეული მხარე, სადაც ადამიანებს ვეღარ იცავდა ვერც კანონი, ვერც რწმენა და ხშირად ვერც მათი მმართველი. მექანიზმი საკმაოდ მკაფიო და სასტიკი იყო. თავადები, მათ შორის სამთავროს მმართველები, დადიანები, ან უშუალოდ მონაწილეობდნენ ტყვეთა დაჭერასა და გადაცემაში, ან თვალს ხუჭავდნენ ამ პროცესზე. ზოგიერთი ტყვე სამეგრელოში მოჰყავდათ კახეთიდან, იმერეთიდან, ან გურიიდან და გზავნიდნენ შავი ზღვის პორტებში, ტრაპიზონში, სამსონში, სინოპში. სხვებს კი პირდაპირ აქ სოფლებში იჭერდნენ, ღამით, მოსყიდული მეზობლების მეშვეობით. ზუსტი რიცხვების დადგენა რთულია, მაგრამ რამდენიმე წყარო მიუთითებს, რომ მე-17-18 საუკუნეში სამეგრელოდან 10,000 ადამიანი შეიძლება გაყიდულიყო. ზოგიერთმა მკვლევარმა ამ პროცესს მონებით ვაჭრობა უწოდა, როცა მთავრობა არა მხოლოდ ვერ ახერხებდა თავის ქვეშევრდომების დაცვას, არამედ წილს იღებდა მათი გაყიდვიდან. აქ ცალკე უნდა გავიხსენოთ არქანჯელო ლამბერტი, იტალიელი ფრანცისკანელი მისიონერი, რომელიც 1640-იანი წლებიდან მოღვაწეობდა სამეგრელოში. იგივე ლამბერტი აღწერს, როგორ მიიყვანეს მის წინაშე ბავშვები, რომელსაც ქრისტიანობა და სამშობლო ერთდროულად წაართვეს. ის და მისი თანამოაზრეები, ჯუდიჩე, ბონიფაციო დე ლუვანო, ცდილობდნენ ტყვეების გამოსყიდვას, ზოგჯერ პირდაპირ ბაზრებზე. მათთვის ეს მხოლოდ მისიონერული მსახურება არ იყო. ეს იყო ადამიანების გადარჩენის მცდელობა იმ პირობებში, როცა საკუთარი მთავრობა პასუხისმგებლობას არ იღებდა. სწორედ ამიტომ ნოღას ციხე შესაძლოა ამ ისტორიების მონაწილე არ იყო პირდაპირ, მაგრამ ნამდვილად იყო მათი მოწმე. მის კედლებში შეიძლებოდა იგეგმებოდა გარიგებები. აქედან გადაჰყურებდნენ გზებს, სადაც ტყვეთა ქარავნები გადიოდა. ნოღას ციხიდან ყველაფერი ნახლა ჩანს.
თუ როგორ იმართებოდა სამეგრელო დადიანების მიერ. ეს არ იყო არა სუფთა ინტერესები, არამედ რეალური პრაგმატული გადაწყვეტილებები მათი მხრიდან. ასე მუშაობდა დადიანების სამთავრო. ალიანსებით, სამხედრო ციხესიმაგრეებით, ტყვეთას ყიდვით და ხალათით. ციხესიმაგრეები, როგორც ნოღა, მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. აქედან აკურდებოდნენ გზებს, აკონტროლებდნენ მეზობლებს და აწარმოებდნენ წინააღმდეგობასა და ტყვეთას ყიდვასაც კი. მათი პოლიტიკა მუდმივად ურთიერთშუა თამაში იყო. ერთი მხრივ ოსმალეთის იმპერია, მეორე მხრივ საქართველოს გაერთიანების სურვილით შეპყრობილი ხალხახეთის სამეფო და იმერეთის სამეფოც. ამიტომ დადიანები ცდილობდნენ გაეფორმებინათ მფარველობის ხელშეკრულება ან ოსმალეთთან, შემდეგ პერიოდში კი რუსეთთანაც კი. ამ ორ მხრივი თამაშის ერთადერთი მიზანი იყო არა სახელმწიფოს გადარჩენა, არამედ თვითდამკვიდრება და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. ტყვეთას ყიდვა ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. წერდა კიდეც არქანჯელო ლამბერტი, რომ დადიანები ტყვეთას ყიდვით ნაშრომ ფულს იყენებდნენ ხორცილებისთვის, ნადიმებისთვის, საჩუქრებისთვის და ზოგჯერ ეკლესიის ასაშენებლადაც კი. კათოლიკე მისიონერებთან სამეგრელოს მთავრები თანამშრომლობდნენ, მაგრამ სწორედ იქამდე, სანამ მათ ეს სჭირდებოდათ. ლევან მეორე დადიანი, სამეგრელოს მთავარი, იწვევდა კიდეც ფრანცისკანელ კათოლიკე ბერებს. მაგრამ მათ მაინც არ ჰქონდათ რეალური ძალაუფლება. ისინი ხედავდნენ ქაოსს, მაგრამ ვერ ერეოდნენ ამ ყველაფერს. აქედან კარგად ჩანს თუ როგორ იმართებოდა სამეგრელო. ეს იყო პრაგმატული სახელმწიფო, რომელიც ძლიერ ფესვებზე იდგა, მაგრამ მაინც შიშით იყურებოდა მეზობლებისაკენ. ისტორიას ყოველთვის აქვს ორი ხმა, ერთი რომელიც ხმამაღლა ყვირის და მეორე რომელიც ჩუმად ჩურჩულებს. ნოღას ციხის კედლებზე ისმოდა ბრძანება, დაცვა, ტყვეთა გაყვანა და დუმილი, მაგრამ ამავე მიწაზე სულ რამდენიმე კილომეტრში სხვა ხმა იყო. ალერტის ეკლესიის გუმბათის ქვეშ. იქ სადაც ქვა ჯერ კიდევ სუნთქავს და სადაც ჩრდილში ჩამჯდარ ბერს შეიძლება ღმერთზე უფრო მეტად ხშირად ადამიანზე უფიქრია. ხვდებით რომ ამ მიწას მხოლოდ ტკივილი არ დაჰყვა. ბნელ ეპოქებში სწორედ მონასტრის კედლები იყო ადგილი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო სინდისი. ალერტის სწორედ ეს სივრცეა, დროში გაჭიმული სიმშვიდე, რომელიც უარყოფს იმ სისასტიკეს, რაც ციხეების გარშემო ტრიალებდა. ეს არ არის მხოლოდ ორი სხვადასხვა ადგილი, ეს ორი მხარეა ჩვენი წარსულისა. მხარე, რომელმაც ხალხი გაყიდა და მხარე, რომელმაც ისინი დაიტირა. ისტორიას ვერ შეცვლი, მაგრამ შეგიძლია მოусმინო. ეს კადრები, ნანგრევების, კედლების, ჩრდილების და დუმილის, არც წარსულის გაქრობა და არც კერპად ქცევა. ეს მეხსიერებაა და ვინც მეხსიერებას ინახავს, ის უკვე აღარ იმეორებს იმავე შეცდომას.